NATO მოიგებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებით. ვფიქრობ, ამით საქართველოც მოიგებს. ვფიქრობ, NATO-s გაფართოება მსოფლიოს ინტერესებშია. ჩვენ ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ. რუსეთის რეაქციაზე დიდად არ ვფიქრობ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნა, რომ კიევის NATO-ში გაწევრიანების საკითხი მის ხელშია. ჩემი პოზიცია მარტივია, უკრაინა მზად არის გაწევრიანდეს NATO-ში. ეს იქნება ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ილუზია, რომელსაც საქართველოსთვის და უკრაინისთვის შექმნიან. ილუზია სახელწოდებით NATO. არც მაპი, არც ზუსტი ვადები, არც მკაფიო სამოქმედო გეგმა, არც საბჭოს ერთსულოვანი კონსენსუსი და არც პოლიტიკური ნება. მაგრამ ამ ჩამოუყალიბებელი პირობების პარალელურად NATO პირობასდებს, რომ ერთსაც მალე მიიღებს კავშირში და მეორესაც. ერთსაც დაიცავს აგრესიული საფრთხეებისგან და მეორესაც. თბილისში დაიჯერებენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ დაბლოკავდნენ ჩვენი წევრობის სამოქმედო გეგმას MAPS, ანუ ფაქტობრივად მოკლავდნენ თეორიულ შანსს წევრობაზე. ამის ნაცვლად კი მიიღეს წერილობითი ვალდებულება წევრობაზე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს წევრობის სამოქმედო გეგმის გვერდისავლით და ეს უჩვეულო მოვლენაა. რუსეთის ფაქტორს და მოსალოდნელ აგრესიას თბილისში მშვიდად პასუხობენ. პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პირობას დადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში საქართველოს ტერიტორიებს არ დაკარგავს. მინდა აბსოლუტურად მტკიცედ და ხაზგასმით განვაცხადო, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც საქართველოს დაკარგავს ტერიტორიას. სამიტი კარს მოგვადგა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. საქართველო გახდება NATO-s წევრი. დაიჯერეს კიევშიც. დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მოდით მხარი დავუჭიროთ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ჩვენი სტრატეგიული მიზანია NATO-ში გაწევრიანება. დღეს კი უკრაინის NATO-s გზაზე მწვანე შუქია ანთებული. რეალური გარანტიები არ იქნება. ეტყვიან, რომ ერთ დღესაც თქვენ NATO-s წევრები გახდებით. NATO-ში აცხადებენ, რომ ერთ დღესაც უკრაინა და საქართველო NATO-s წევრები გახდებიან. დაიჯერებენ. ამ ერთი დღის ლოდინში 20 წელზე მეტი გავა. NATO-s წევრები ისევ არ ვართ. ერთი დღე ბოლოს მართლაც დადგა, მაგრამ ყველასთვის სხვადასხვანაირად. საქართველოსთვის 2008 წლის 8 აგვისტოს, უკრაინისთვის 2022 წლის 24 თებერვალს. ეს იყო ის ერთი დღე, როცა ჩვენი უსაფრთხოება უნდა გარანტირებულიყო. დღე, როცა NATO-s კარი უნდა გახსნილიყო, მაგრამ რეალობაში ეს დღე ომად იქცა. თავისი ერთი დღე აქვს NATO-საც. 2025 წლის 5 დეკემბერი. დღე, როცა საბოლოოდ გამოიკვეთა ის, რაც წლების განმავლობაში მხოლოდ ჩუმად იგრძნობოდა. გაფართოების ეპოქა დასრულდა. ამერიკის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში თეთრი სახლის სტრატეგიულ გადაჯგუფებას ახდენს. NATO-s გაფართოებას ამერიკის სტრატეგიულ ამოცანად აღარ ასახელებს. NATO არ უნდა აღიქმებოდეს როგორც მუდმივად გაფართოების ვითარებაში მყოფი ალიანსი. და ეს არ იქნება დიდი სენსაცია ან განსაკუთრებული სიახლე. ტრამპი პრეზიდენტად არჩევიდან მალევე იტყვის, რომ ესმის პუტინის შეშფოთების, რომ უკრაინა NATO-s წევრი არ უნდა გახდეს. პრობლემის დიდი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში პუტინამდეც კი ამბობდა, NATO-s ჩარევა უკრაინის საქმეებში არასდროს იქნება მისაღები. ერთ მომენტში ბაიდენმა თქვა, არა, მათ უნდა ჰქონდეთ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში რუსეთს პირდაპირ კართან ეყოლება ვიღაც და მე შემიძლია გავიგო მათი გრძნობები ამ საკითხთან დაკავშირებით. ასეთია ტრამპის ხედვა და ანალიტიკური ხაზი. ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2025 წლის იანვარში აფიქსირებს. NATO-s გაფართოება ომის მიზეზი ხდება. ასე რომ დღეს აღარ არის დისკუსია იმის შესახებ. გახდეს თუ არა NATO-s გაფართოება მთავარი პოლიტიკის მნიშვნელოვანი აქცენტი. ძირითადი დებატი არის ის, როგორი არქიტექტურა უნდა ჰქონდეს მსოფლიო უსაფრთხოებას მომავალში. და სწორედ ამ კონტექსტში გაიჟღერებს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება ერთპოლარული მსოფლიოს დასრულების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებას მსოფლიოს მრავალპოლარულობაზე ისტორიული მნიშვნელობა აქვს. რუბიო განმარტავს, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ერთადერთი ძალა და ამიტომ ერთგვარ მსოფლიო მთავრობად ვიქეცით, რომელიც ცდილობდა ყველა პრობლემის გადაწყვეტას. ამით მას სურდა ეთქვა, ეს დრო დასრულდა. მანამდე რუბიომ განაცხადა, რომ ერთპოლარული მსოფლიო ანომალია იყო და მხოლოდ ცივი ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
რუბიოს სიტყვები არ იწყებს ახალ ეპოქას. ის ასრულებს ძველ ეპოქას, როცა დასავლეთი პირდება უსაფრთხოებას. შედეგებზე კი პასუხისმგებლობას არ იღებს. როცა Deep State-ის პოლიტიკა ხდება მხოლოდ საკუთარი გავლენების უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა. სხვები კი სრულად იგნორირებულია. ნატოს გაფართოებაც სწორედ ერთპოლარული სამყაროს წესრიგის შექმნას ემსახურებოდა. Deep State-ი ნატოს გეოპოლიტიკური გავლენებისთვის იყენებდა, მაგრამ ახლა აღარ იქნება საუბარი ღია კარის პოლიტიკაზე. აღარ იქნება მაპის პერსპექტივის იმიტაცია, აღარ იქნება გაფართოება. ილუზია, რომელიც 2 წლეული გაგრძელდა, ტრამპის ადმინისტრაციამ წერტილი დაუსვა. უკვე ცხადია, საქართველო და უკრაინა რეალურად არც არასოდეს განიხილებოდნენ როგორც ნატოს მომავალი წევრები. Deep State-ი ორივე ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ იყენებდა როგორც ზეწოლისა და შანტაჟის იარაღს. ნატო ბრძოლის არენაზე საქართველოსაც მარტო ტოვებს და უკრაინასაც. ომის ამ ისტორიას თავისი ისტორიული კონტექსტი აქვს. ის 90-იანი წლების საბჭოთა ნანგრევებიდან იწყება. უკრაინა და საქართველო პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას უერთდებიან. ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების პროგრამაში ერთვებიან. 2002 წელს პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე შევარდნაძე პირველად იტყვის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს. ხდება გაკეთებული განაცხადი მის შესახებ, რომ საქართველოს სურვილია გახდეს ნატოს წევრი. ყველაფერი საქართველოში ვარდების რევოლუციის, უკრაინაში კი ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ შეიცვლება. ამიტომაც ფრთხილ პოლიტიკას თამამი განცხადებები ანაცვლებს. რეალობის გათვალისწინების ნაცვლად ილუზიების პროპაგანდირება იწყება. ნატოსაც ისევე სჭირდება თავისი პარტნიორი ქვეყნები, როგორც ამ ქვეყნებს სჭირდებათ ნატო. ნატოს წევრი ქვეყანა ჩემი პრეზიდენტობის ვადაში გახდება. ჩვენ კვლავაც დაუჭერთ მხარს საქართველოს სურვილს გახდეს ნატოს მოკავშირე. თავად ის ფაქტი, რომ ნატომ საქართველოს მიანიჭა ინტენსიური დიალოგი, მიუთითებს იმაზე, რომ ალიანსი აღიარებს ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას. ჩვენ ვადები ღია დავტოვეთ და განვაცხადეთ, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ წევრები. თუ ამის სურვილი აქვთ და პოზიცია იგივე რჩება. საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ საქართველოს და უკრაინაც გახდებიან ნატოს წევრები. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატოს ექნება შემდეგი გაჩერება და ეს გაჩერება საქართველოა. საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატოს წევრობისკენ სულისთვის. მე ყოველთვის ვამბობ მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. საქართველოში ყოველი ვიზიტისას ეს უფრო და უფრო შეესაბამება სიმართლეს. პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას. საქართველოს აქვს ყველა საშუალება გახდეს ალიანსის წევრი. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ეს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ნატოს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღიად არჩეს. ნატო ცდილობს კიევი და თბილისი დაარწმუნოს, რომ თუ ისინი სასარგებლო პარტნიორები გახდებიან, წევრობასაც მიაღწევენ. საქართველო ხდება ნატოს ყველაზე დიდი კონტრიბუტორი არაწევრ ქვეყნებს შორის. ჰელმანდ პროვინსში ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი საბრძოლო დანაყოფი აქვს. ბრიტანეთის და ამერიკის ქვედანაყოფების მსგავსად მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში. აწარმოებს შეტევით და ტაქტიკურ ბრძოლებს ზუსტად ისე, როგორც ამერიკული და ბრიტანული ქვედანაყოფები. ეს არის უმაღლესი კატეგორიის როლი, რომელიც არაწევრ ქვეყნებს ძალიან იშვიათად ენიჭებათ. საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ჩვენს მისიაში ავღანეთში. მართლაც, თქვენ გახდებით ნატოს ყველაზე დიდი არაწევრი ქვეყანა. ეს შესანიშნავი მიღწევაა და ჩვენ მადლიერები ვართ თქვენი ჯარისკაცების გამბედაობით, მონდომებით და პროფესიონალიზმით. საქართველო იქნება ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომელიც საბრძოლო ზოლში შევა. მაგალითები ბევრია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი 2014 წლით თარიღდება. ავღანეთში, ბალხის პროვინციის ქალაქ მაზარი-შარიფში თალიბები მასშტაბურ თავდასხმას ახორციელებენ და გერმანიის საკონსულოში შეღწევას ცდილობენ. საქართველოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სწრაფად იკავებს თავდაცვის პოზიციებს. ანეიტრალებს თავდამსხმელებს. იცავს ბაზაზე განლაგებულ გერმანელ, იტალიელ, ამერიკელ და ავღანელ სამხედროებს. რამდენიმე დღეში ავღანეთში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფონ დერ ლაიენი ჩადის და ქართულ სამხედროებს განსაკუთრებული გმირობისთვის მადლობას პირადად უხდის. ჩვენ არ დავივიწყებთ ქართული სამხედროების დახმარებას ავღანეთში მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს. მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენს დაცვაში. მათ გადაარჩინეს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ. ექსტრემალური სიტუაციები გვარწმუნებს, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს სტაბილური საფუძველი.
არაწევრი საქართველო ავღანეთში აგზავნის უფრო მეტ სამხედროს, ვიდრე ნატოს წევრი ბალტიის 3 ქვეყანა. ესტონეთის შემთხვევაში 150 ჯარისკაცი. ლატვიის შემთხვევაში 300-400, ლიეტუვისთვის კი 200-300 სამხედრო. მაშინ როცა საქართველო ავღანეთის მისიაში 2009-2011 წლებში 900 ჯარისკაცს გააგზავნის, 2012-2013 წლებში 1500-ზე მეტს. ერთადერთი რაც მას არ აქვს, კოლექტიური თავდაცვის გარანტიაა. სამაგიეროდ არსებობს ილუზია, რომელსაც ნატოს სხვადასხვა პროგრამებში ჩართვით მუდმივად აცოცხლებს. 2005 წელს უკრაინა გადადის ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ფორმატში. 2006 წელს იგივე სტატუსს იღებს საქართველოც. ეს ფორმულირება პოლიტიკურად ნიშნავს ერთ რამეს. წევრობაზე საუბარი დაწყებულია. ეს სიგნალები მოსკოვშიც კარგად ესმით. კულმინაცია დგება 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის ნატოს სამიტზე. სამიტის კომუნიკეში პირდაპირ ჩაიწერება. საქართველო და უკრაინა მომავალში გახდებიან ნატოს წევრები. ეს არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რაც კი ოდესმე კიევს და თბილისს მიუღიათ. მაგრამ ნატოს გაფართოების ილუზია ომის კატალიზატორი ხდება. ნატოს პრეს-სპიკერი ჯეიმს აპატიურაი ადასტურებს, რომ სწორედ ნატოს გაფართოება იყო ერთ-ერთი ცენტრალური პოლიტიკური საკითხი, რომელმაც რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირება ღიად და სისტემურად გაამწვავა. ჩვენი შეხვედრები რუსეთთან შეიცვალა. ადრე ატმოსფერო უფრო მოდუნებული იყო, უფრო მეტი საერთო გქონდა, ვიდრე განსხვავება. ახლა კი მიმდინარეობს საკმაოდ პირდაპირი და გულწრფელი საუბრები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნატოს გაფართოება, კოსოვო და ის, რაც საქართველოში ხდება. ეს არის საკითხები, სადაც ნატოს მოკავშირეები და რუსეთი უბრალოდ ვერ თანხმდებიან. ეს ციტატა ომის ლოგიკას აშიშვლებს. ეს აღარ არის რუსეთის პროპაგანდა. ეს არის ნატოს შიდა აღიარება, რომ გაფართოება გახდა დაძაბულობის წყარო. ამიტომაც ალიანსი რუსეთის აგრესიისგან თავს შორს დაიჭერს. მოსკოვის სამიზნე თბილისი ხდება. თუმცა ომის შემდეგაც Deep State-ი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინტეგრაცია ქართული პოლიტიკის ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. კეთილი და სასარგებლო ნატოს მითი რომ არ ჩამოიშალოს. ახალი ფორმულების ძებნას იწყებენ. ჩნდება ფრაზები, რომლებიც ადრე წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია მაპის გარეშე. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ნატოს ურთიერთობები იქნება. იმჯერებენ რაისის მიერ შეთავაზებულ ბრიტანულ გეგმაზე, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას მაპის გარეშე ითვალისწინებს. უკრაინის ომამდე 2 წლით ადრე კი გვეტყვიან, რომ საქართველომ ყველა დავალება უკვე შეასრულა და რაც უფრო უახლოვდება რეგიონი ახალი კონფრონტაციის კალენდარულ წერტილს უკრაინაში, მით უფრო ოპტიმისტური ხდება ნატოს განცხადებები. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ალიანსის კარი ღიარჩება. ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ ნატოს სხვადასხვა სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატოს საქართველოში. ეს არის კარგი საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც. მიზანი აქაც ერთია. პარტნიორი ქვეყანა დარჩეს კურსზე და საჭირო მომენტში ყველაფრისთვის მზად იყოს. იმ მომენტში ჯერ არავინ იცის, რომ სულ მალე საქართველოს უკვე უკრაინის ომში ჩართვისკენ უბიძგებენ. ოპტიმისტური ჟღერადობა აქვს ნატოს განცხადებებს უკრაინის მიმართულებითაც. 2021 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირობას დადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. მე ძალიან ცხადად ვთქვი, ნატოს კარი ღიაა უკრაინისთვის. ჩვენ ბუქარესტის სამიტის ერთგულები ვრჩებით. მაგრამ ერთხელ, მათ შორის ნატოს გამო უკრაინა უკვე გახდა რუსეთის სამიზნე და 2014 წელს ყირიმი დაკარგა. უკრაინელ ჟურნალისტს საინტერესებს, რას შეიძლება ახლა ელოდოს კიევი აგრესიის განმეორების შემთხვევაში. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება გაკეთდეს და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ დავრწმუნდეთ. ეს არ მოხდება, რომ რუსეთი არ მიიღებს ამ უკიდურესად არასწორ გადაწყვეტილებას და არ განახორციელებს აგრესიის ახალ აქტს. ამავდროულად ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, აქ და უკრაინაში, რათა როგორც უკვე ვთქვი, მათ ნამდვილად ჰქონდათ ყველა საჭირო საშუალება უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და ხალხის დასაცავად. მაგრამ როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და ზელენსკი ნატოს დახმარებას სთხოვს, პასუხად ცივ უარს მიიღებს. უკვე ომში მყოფ პრეზიდენტს ეტყვიან, რომ რუსეთი მისი პრობლემაა. ვაშინგტონს და ნატოს კი უკრაინის გამო მესამე მსოფლიო ომში ჩართვა არც სურთ და არც აპირებენ. ევრონიუსი წერს. და თუ ჰაერში რუსული თვითმფრინავი ან ვერთმფრენი გამოჩნდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით ის ჩამოვაგდოთ და მაშინ ნატოსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება. ჩვენ კი ეს არ გვინდა. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, რომელიც მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, ჩვენ არ გავრისკავთ მესამე მსოფლიო ომს უკრაინის გამო. დაასკვნა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ მისთვის მტკივნეული იყო საუბრის დასრულება იმის გაცნობიერებით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.
საქართველოს შემდეგ Deep State-ი ნატოს მეშვეობით უკვე უკრაინას აქცევს რუსეთის სამიზნედ და უკვე უკრაინას წირავს დიდი მარცხისთვის. Deep State-ი ნატოს დახმარებით პოლიტიკურ მხარდაჭერას, დაცვას და უსაფრთხოებას პირდებოდა. მაგრამ ეს დიდი აფიორა იყო. სინამდვილეში ამ ილუზიებით ორივე ქვეყანა მართეს და რუსეთის წინააღმდეგ გაშლილ პლაცდარმად აქციეს. მაგრამ ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ილუზიების კარს ხურავს და რეალ პოლიტიკის კარს ხსნის.